უშუალოდ მითებს რო გადავიდეთ, ხო? არის ალბათ უსასრულო რაოდენობა ნაშრომების, როგორ რუზველტმა გამოიყვანა ამერიკა დიდი დეპრესიიდან. სახელმწიფოების წერია, წიგნებია დაწერილი, ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი რაც ახსენდება ადამიანში, რომ ჩვენ ქვეყანაშიც კი როცა ეტყვი რომ აი რუზველტიო ამერიკის პრეზიდენტი იყო რა იციო ამაზე, გეტყვის რომ აი დიდი დეპრესია დაამარცხა. აი მაგალითი რამდენად შეიძლება აბსურდამდე მიდიოდეს ეკონომიკური თეორია, არის ზუსტად ის რომ აი ეს ტყუილია, ეს მითიც არის, გასაგებია მითოლოგიზირებული ფიგურაა თქვენ რუზველტი ამის გამომაჩვენებელი. მაგრამ ეს რო ტყუილია, ტკიცდება კალენდარით. ანუ კალენდარი თუ გაქვს და იცი კრისი როდის იყო რუზველტი როდის იყო პრეზიდენტი, ტკიცდება რომ არაფერ შუაში არის ერთი მეორეს. და კრისი დაიწყო 29 წელს და 33 წელს მთავრდება. გაზაფხულზე უკვე ეკონომიკურის დაიწყება და ზაფხულისთვის ორნიშნა ეკონომიკურის და რუზველტი აი ხა ფორმალურად არჩეული არის 32 წელს, მაგრამ ამერიკაში აი ხაც ხო ახლახან საერთოდ ტრამპი და არჩევნების დღიდან ინაგურაციამდე ძალიან დიდი დრო გადაიხმა, თვეები გადის. კი. ამიტომ ფორმალურად რუზველტი რა თქმა უნდა აირჩიეს 32 წელს და კრიზისი 23-ს დამთავრდა და შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ აჰა მოვიდა რუზველტი და რაღაც ხნა და მე კრიზისი დამთავრდა, მაგრამ შეხედო ინაugurაციის დღეს, ანუ როცა რუზველტი შევიდა თეთრსახში უფრო მიიღო. აღმოჩნდება რომ კრიზისის დასრულების დღე ითვლება საბანკო არდადეგები, როცა საბანკო სისტემა ჩამოიშალა და მე ეს ორ კვირაში ახლიდან დაიქოქება და მე იწყება ეკონომიკური ზრდა. ხო და აი ეს არდადეგები ერთი დღით შემდეგ ხდება რუზველტის თეთრსახში შესვლა. რაც მოხდება იჩემოდა ნებისმიერ ვარიანტში ის იქ მიიდოდა თუ არა ზოგადად ამაზე მიდიოდა დისკუსია რომ გამოსაცხადებელია რუზველტს არ უნდა და მარაპოპულარ გასწავლების მიღება და ამბობდა რომ ეს რა ქვია გუვერს ეუბნებოდა რომ ის იყო პრეზიდენტი შენ უნდა მიიღო გასწავლება შენ ხარ მოქმედი პრეზიდენტიო მოქმედს არ უნდა და არჩეული პრეზიდენტის კარიერაში გასწავლების მიღება და ეს გაიწელა და ფაქტობრივად დადგა ეს შედეგი ისედაც მაგრამ ჩვეულებრივად ფაქტობრივად არაფერი არ გაუკეთებია ჯერ როცა კრიზისი დამთავრდა ანუ ჯერ არაფერი არ გაუკეთებია კრიზისი უკვე დამთავრდა და მეტიც ან ამას მეორე მითი მოყვება რომ მაგალითად ეს ახალი კურსი რაც ან ახალი შეთანხმება რაც რუზველტის გეგმა დაწერილი იყო წინა პრეზიდენტისთვის ანუ რჩევლებმა და თვითონ რუზველტი მოვიდა საწინააღმდეგო დაპირებებით რომ ნაკლები რეგულაცია საჭირო ნაკლები გადასახადები ანუ ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა იმის რაც დაპირდა ხალხს და უბრალოდ როცა მოვიდა თეთრსახში არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ანუ რჩევლებს არ ჰქონდათ არანაირი გეგმა იმიტომ რომ კატასტროფა ხდებოდა ქვეყანაში და ფაქტობრივად მეორე დღეს უნდა დამთავრებულიყო, რა ვთქვათ, უზარმაზარი კრიზისი ძალიან მტკივნეულა და ყველაზე ცუდი გზით როგორ შეიძლება კრიზისი დამთავრდეს. და შემოვიდნენ პრეზიდენტის მოქმედი მრჩევლები, ან მოქმედი პრეზიდენტის მრჩევლები და უთქვას რომ გეგმა დავწერეთ თუ აქ, ავიცოდეთ რომ წააგებდაო და აგე ხო არ გინდათო და ეს ახალი შეთანხმება არის სიამდვილეში რუზველტის ოპონენტისთვის დაწერილი დოკუმენტი და თვითონ საწინააღმდეგო დაპირდა ხალხს და გადააგდო პირველივე დღეს. ოღონდ ეს ახალი კურსის კანონები პირველი ამოქმედება ივნისში, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის უკვე. ანუ სიამდვილეში არანაირი კავშირი არ არის არც ეთქმედებას რუზველტის კრიზისის დამთავრებასთან. საჭირო იყო რუზველტისგან რაღაცა ესეთი ფიგურა შეიქმნა.